მოგესალმებით პატარებო. დღეს წავიკითხავთ ქართულ ხალხურ ზღაპარს ლომსა და კურდღელზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავიდა ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, მის მრისხანებას საზღვარი აღარ ჰქონდა. იმ არე-მარის მხეცები ძალიან წუხდნენ, მაგრამ საშველი არ ჩანდა. ბოლოს მეტისმეტად რომ გაუჭირდათ, ერთად შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს. რა ვქნათ, რით გადავურჩეთ ლომის თავგასულობასო. ბევრის ჯაბა ასის შემდეგ ასე გადაწყვიტეს. დავუნიშნოთ ლომს სამუდამო სარჩო. ჩვენ თვითონვე მივართვათ და ვთხოვოთ, რომ ჩამოგვეხსნას და ყოველდღე ნუღარ დაგვაწიოკებსო. წავიდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება ლომს მოახსენეს. თან ისიც უთხრეს, თუ ასე არ მოიქცევი, ავდგებით და სულ სხვა მხარეს გადავიხვეწებითო. ლომი დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა. იცოდეთ, ერთი წუთითაც არ დამიგვიანოთ საჭმლის მოტანა. დაგეცემით და სულ ერთიანად ამოგჟელეთთო. ამ დღიდან იმ არე-მარეში მყუდროება ჩამოვარდა. ხეცებს ყოველდღე სათითაოდ მიჰყავდათ თითო ცხოველი ლომთან და ლომიც აღარ მძვინვარებდა. ბოლოს ჯერი კურდღელზე მიდგა. ან რომელიმე მხეცი უნდა მიეყვანა ლომისთვის, ან თვითონ მისულიყო, და რა კი არავის მიყვანა არ შეეძლო, ადგა და ისევ თვითონ წავიდა. ხეცებს შეებრალათ სუსტი და უმწეო კურდღელი და გულის ტკივილით გააცილეს. კურდღელს კი შიშისა არაფერი ემჩნეოდა. ნუ დარდობთ ძმებო და მეგობრებო, უთხრა წასვლისას მხეცებს. ლომს ისეთო ის ვუზამ, რომ მეც გადავრჩები და თქვენ სამუდამოდ ჩამოგაშორებთ. ხეცებს გაუკვირდათ. ამ სუსტმა და მშიშარამ ლომს რა უნდა უყოსო, მაგრამ კურდღელი მაინც თავისას გაიძახოდა. ისე მოსპობ, რომ დღეიდან მისი სახსენებელიც აღარ იყოს. ლომს შიოდა და სარჩოს მოსვლას კბილე ბაკაცკაწებული ელოდა. მაგრამ კურდღელი ლომის ბუნაკს დილამდე არ გაჰკარებია. განრისხებული ლომი ის იყო ბუნაგიდან გამოსვლას და მხეცების დასასჯელად წასვლას აპირებდა, რომ ამ დროს კურდღელიც მიცუნცულდა. ჩამოჯდა შორიახლო და თავმდაბლად მიესალმა. ლომამ რისხანეთ შეხედა და შეუტია. სადა ხარ აქამდე? რატომ წუხელვე არ მოხვედი? დიდო ბატონო, თქვენთან ერთი მსუქანი კურდღელი მომყავდა, მაგრამ გზაზე სხვა ლომი შემომხვდა. ის კურდღელიც წამართვა და მეც ძლივს გადავურჩი ცოცხალი. რაო? ლომი შეგხვდაო? მიგაბედა, ჩემს საბრძანებელში შემოსვლა. ახლავე წამიყვანე და მაჩვენ. აქვე ახლოს ჭაში ზის. კარგი, წამიყვანე და გაყურებინებ იმის სეირს. გაუძღვა კურდღელი ლომს, მიიყვანა ჭასთან და უთხრა. აი ბატონო, ამ ჭაში ზის, მაგრამ მეშინია, მარტო ვერ ჩავიხედავ, შენ ამიყვანე და ერთად ჩავიხედოთ. აიყვანა ლომა კურდღელი და ჩაიხედა ჭაში. ჭის ფსკერზე ფაფარაყრილი ლომი დაინახა, რომელსაც თათებში კურდღელი ეჭირა. ლომი ვერ მიხვდა, რომ ჭის გამჭვირვალე წყალში არეკნილი მისივე საკუთარი გამოსახულება ჩანდა. ეგონა, ჩემ საბრძანებელში მართლად შემოჭრილა უცხოლომი და ჩემთვის განკუთვნილი ულუფა მიუსაკუთრებიაო და მთლად ცეცხლი მოეკიდა. კურდღელს იმავ წამს თათი უშვა და კბილებ დაკრეჭილი ჭაში თავდაყირა გადაეშვა. გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი და კურდღელს დიდი მადლობა გადაუხადეს. ჭირი იქა, ხინი აქა, რატო იქა, ქვილი აქა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდათ 3 ქალიშვილი. ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ. ერთხელ იმ კაცის ცოლი თაროს წმენდდა და უეცრად მარცვალი გადმოვარდა. წაიღეს მარცვალი და დათესეს. ისეთი ყანა მოვიდა, ავთვალს არ ენახვებოდა, სხვასავით ღელავდა. წავიდნენ ყველანი მოსამკელად. მომკეს, შეკონეს და დადგეს უზარმაზარი ძნა. მეორე დღეს მამამ უფროსი ქალიშვილი გაგზავნა ძნის სანახავად. მივიდა ქალი, შეხედა ძნას და უზარმაზარი გველეშაპი შემოხვევია. სულ შემოსწვდენია და კუდი პირში უჭირავს. ქალს შიშით კინაღამ გული წაუვიდა. მივიდა მამასთან, უთხრა ასეა საქმეო. მამამ ახლა შუათანა ქალი გაგზავნა. ჰკითხე, რა უნდა რისთვის მოვიდაო. ქალი შიშით კინაღამ მოკვდა, ვერაფერიც ვერ ჰკითხა. მერე უმცროსი ქალი გაგზავნა მამამ. ქალი მივიდა გველეშაპთან და ჰკითხა, რა გინდა რისთვის მოსულ ხარ გაგვაგებინეო. გველეშაპმა უთხრა, წადი მამა შენს უთხარი, ერთ-ერთი ქალი მომცეს ცოლადო. წავიდა ქალი მამასთან და გადასცა გველეშაპის დანაბარები. მამამ უფროს ქალიშვილს ჰკითხა, გახყვებიო? არაო, იუ არა უფროსმა ქალმა. შუათანამაც ასე თქვა.
ჯერი უმცროსზე მიდგა. უმცროსმა ქალმა უპასუხა: "გაუყვებიო." წამოიყვანა გველეშაპმა ეს ქალი და წამოვიდა. წინ გველეშაპი მიცურავს და უკან ქალი მისდევს. იმ სოფელს რომ გასცდნენ, გაიძრო გველეშაპმა ტყავი და ისეთი ვაჟკაცი გამოჩნდა, რომ უკეთესი არ იქნებოდა. ქალს ძალიან გაუხარდა. ქმარმა უთხრა: "ჩემს ქვეყანაში ხაჯურად ლაპარაკობენ. დედაჩემა რომ გითხრას კოკა გატეხეო, კოკა უნდა მიუტანოო. რომ გითხრას წყალი დააქციეო, წყალი უნდა მიუტანოო. რომ გითხრას თონე დაამტვრეო, შენ თონე უნდა გაახუროო. რომ გითხრას სუფრა ალაგეო, სუფრა გაშალეო. რომ გითხრას ჯამები დაამტვრეო, შენ მოიტანეო." დაარიგა ცოლი და წავიდნენ. ხაჯების ქვეყანაში რომ მივიდნენ, დედამთილმა უთხრა ახალ რძალს, წყალი დააქციეო. რძალმა აიღო და მიუტანა. ყველაფერი ისე აასრულა, როგორც ქმარმა დაარიგა. ძალიან უკვირდა ყველას, ახალმოსულია და როგორ იცის აქაური რიგი და წესიო. ყველამ მოიწონა და შეიყვარა. შვილი რომ შეეძინათ, ქალის ოჯახში დაბრუნდნენ სტუმრად. უკან წასვლისას კი უფროსმა დამ გაყოლა მოინდომა. დადასიძე დასთანხმდნენ. გზაზე რომ მიდიან, ცოლის და მუთხრა სიძეს: "შენ წინ წადი და დაგეწევითო." ვაჟი წავიდა და დები უკან მიდიან. გზაზე ერთი მსხმოიარე ვაშლის ხე შეხვდათ. ძალიან მაღალი იყო და გლუვი, უტოტო. უფროსმა დამ უმცროს დას უთხრა: "მოდი დაო, ჩემი ტანისამოსი ჩაიცვი, შენი არ დაგეხიოს. ადი ვაშლის ხეზე, ბავშვისთვის ვაშლი დაკრიფე, ჩვენ კი დაბლა დაგელოდებითო." რას იფიქრებდა საბრალო დედა? შვილი დასმისცა და ავიდა ხეზე. ქალმა კი ბავშვს ხელი დასტაცა და გაიქცა. ვაჟს დაეწია. მას თავისი ცოლი ეგონა, რადგან მისი ტანსაცმელი ეცვა. კი მაგრამ და რაღა უყავიო, ჰკითხა. "ჩემი და დაიღალა და უკან დაბრუნდაო," უპასუხა ქალმა. მივიდნენ სახლში. დედამთილი ეუბნება: "კოკა გატეხეო." ისიც აიღებს და დასცხებს. "ჯამები დაამტვრეო." ისიც აიღებს და ამტვრევს. "თონე ჩაანგრიეო." აიღო ცული, დასცხო და ჩაანგრია. ყველა მეჭვი შეიტანა, აქ რაღაც ამბავიაო. გავიდა დრო. დედამ ვაშლის ხეზე რომ დარჩა, იმდენი იტირა, რომ ცრემლად და სისხლად ჩამოიღვარა მიწაზე. სადაც მისი სისხლი და ცრემლი მოხვდა, ისეთი ლერწამი მოვიდა, როგორც ტყე. 1000-ნაირი ყვავილი და ბალახი გაიშალა. ერთხელ შვილმა ძროხა წაიყვანა და იმ ვაშლის ხესთან მივიდა. მოსტეხა ერთი ლერწამი და გააკეთა სტვირი. სტვირმა უეცრად დაუკრა. "სტვირო, სტვირო, რასატირო? მე დედა შენი ვშავდები, შენ ჩემი შვილი ბრძანდები." ვაჟმა გულში ჩაიკრა სტვირი და აღარ იშორებდა. შინ რომ მოვიდა, ისევ დაუკრა და სტვირმაც ისევ ის სიტყვები დაიძახა. ქალს გულზე ცეცხლი წაეკიდა. წაართვა სტვირი ბავშვს, დაუმტვრია და ნამტვრევები თონეში ჩაყარა. ნამტვრევები რომ დაიწვა, ნაცრისგან ქალის სახე გამოისახა. ჩაიხედა ქალმა და დაინახა თონეში დის სახე, გაცეცხლდა, გაბრაზდა. ამოაღებინა ნაცარი და ბანზე მოაყრევინა. იმ ადგილას მშვენიერი ალვის ხე ამოვიდა. ნახა გველეშაპმა, ძალიან გაუხარდა. აატანინა საწოლი და იმის ძირში დაიდგა. ქალი სიბოროტით კვდებოდა. როგორც კი გველეშაპი სანადიროდ წავიდა, მუშებს დაუძახა და მოაჭრევინა ალვის ხე. იმ ალვის ხის ერთი ნაყოფი ერთი უშვილო ბებრის ბანზე დაეცა. იპოვა ბებერმა, შინ შეიტანა და სახაშეს დააფარა. ბებერი რომ სადმე წავა, ნაფოტი ქალად გადაიქცევა, დაგვის დააკრიალებს ეკაურობას, დარეცხავს ჯამჭურჭელს, დაალაგებს, ისევ ნაფოტად გადაიქცევა და სახაშეს დაეფარება. მოვა ბებერი, დაინახავს დაგვილ დაწმენდილ სახლს, დარეცხილ დასუფთავებულ ჭურჭელს, უკვირს. შენ სახლში ფეხიც არ შეგვიდგამს, არც დაგვიგვია, არც დაგვისუფთავებიაო, ეუბნებიან მეზობლები. ერთ დღეს ბებერი კარს უკან დაიმალა და დაუწყო ცდა. ნაფოტმა იფიქრა, ახლა კი წავიდა ბებერიო, იქცა ქალად და დაიწყო სახლის დაგვა დაწმენდა. მიეპარა ბებერი და დაიჭირა. ვაიმეო, შეეშინდა ქალს. ნუ გეშინია, შენ შვილი და მე დედა, უთხრა ბებერმა. ღმერთმა სხვა შვილი არ მომცა და შენ იყავი ჩემი ქალიშვილიო. ქალს ძალიან გაუხარდა. ამას იქით ერთად იყვნენ და ცხოვრობდნენ ტკბილად. ერთხელ ქალმა სთხოვა ბებერს: შენი ჭირიმე, ჩემო დედავ, აქ რომ გველეშაპია, ის დავპატიჟოთ თავის ცოლშვილიანადო. ბებერმა ნება დართო. გამართა ქალმა სადილი და მიიპატიჟა თავისი ქმარი, შვილი და ბოროტი და. სადილზე სადღეგრძელოებს რომ ამბობდნენ, ქალმა აიღო ჭიქა
დაასღაღვინო და დაილოცა. გაცოცხლოს შენ, ჩემო ქმარო, შენც ჩემო შვილო და შენც ჩემო დაო. ქმარს აქამდესაც ეცნობოდა ეს ქალი, ახლა კი დარწმუნდა, რომ მისი ცოლი იყო. ქალმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი. ბოროტი და გააძევეს, თვითონ კი თავიდან დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. 3 ცხვარი ჰყავდა კომბლეს. ეს ცხრები დილით წავიდოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ. ერთ დღეს ცხრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს თავში ჩასცხებსო. არა, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა მელიამ და გაიარა. იარეს ცხრებმა იარეს და შემოხვდათ დათვი. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს თავში ჩასცხებსო. არა, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა დათვმა და გაიარა. ცხრებმა იარეს და შემოხვდათ მგელი. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს თავში ჩასცხებსო. მიუგეს ცხრებმა. მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა მგელმა და ორივე გადასანსლა. საღამო ხანზე კომბლემ უცადა თავის ცხრებს, უცადა და შინ რომ არ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და გაუდგა გზას. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია. მელიაო, ჩემი ცხრები არ გინახავსო? არა, ჩემ მამზე. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა კბილები მელიამ და ჩიჩია არ ჰქონდა. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა დათვი. ჩემი ცხრები არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, ჩემ მამზემ. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა დათვმა კბილები და ჩიჩია არ ჰქონდა. იარა კომბლემ, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კითხა, ჩემი ცხრები არ გინახავსო? არა, ჩემ მამზემ. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა მგელმა კბილები და ჩიჩია ჰქონდა. კომბლემ სდრუზა კომბალი მგელს და სული გააფრთხობინა. მიყვანა თავისი ცხრები და გაუდგნენ გზას შინისაკენ. ახლაც დადიან კომბლეს ცხრები საბალახოდ და ვაიმისი ბრალი ვინც მათ ხელს ახლებს. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა.